და ადგილობრივი საზოგადოების პრობლემების ეკრანზე გამოტანა და ის რეაქცია, რომელიც შემდეგ იძულებით სახით მოყვა მართველი ძალის მხრიდან და სტრუქტურების მხრიდან, ზუსტად ამ შესაძლებლობას, თუნდაც კრიტიკულ სიტუაციებში ოპერატიულ იძულებას ნებისმიერი ხელისუფლების, რომ მათი ფუნქციები განახორციელონ, ემუქრება ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც არალეგიტიმურ პარლამენტში არის ინიცირებული საქართველოს არალეგიტიმური მთავრობის მხრიდან. ძალიან სერიოზული საფრთხეების მატარებელია, თითქოს რა შეიძლებოდა კიდე წარმოგვედგინა ისეთი, რომელიც განსაკუთრებით კრიტიკული მაუწყებლების, ანუ ტელევიზიების კიდევ უფრო მეტად შეზღუდვისკენ იქნებოდა მიმართული, მაგრამ ესეც მოხდა, მოგეხსენებათ ამ მიმართულებით ქართული ოცნების ფანტაზია ყველაზე ეფექტური და შედეგიანი არის და სწორედ ამ თემებზე სასაუბროთ მოვიწვიეთ ჩემი კოლეგები, თია დეიშვილი და მერაბ მეტრეველი უკვე ჩემ სტუდიაში არიან, მაგრამ მოდით დავიწყოთ ჩემი სხვა კოლეგებით, ამ შემთხვევაში პირველი ჩართვა გვექნება TV პირველიდან ნოდარ მელაძე, შემდეგ ნინო ჯანგირაშვილი შემოგვიერთდება კავკასიიდან და ნოდარს როგორც არხის ამავე დროს ერთ-ერთ ხელმძღვანელს განსაკუთრებით ჟურნალისტური გამოძიების მიმართულების ერთ-ერთ ეს ყველაზე მთავარ და გამოკვეთილ ჟურნალისტური პროდუქტის შემქმნელს მინდა ვკითხო ამ ცვლილებების რეალიზების შემთხვევაში რა საფრთხეები ელის ქართულ მედიას, რა საფრთხე ელის კონკრეტულად TV პირველს და იმ საგამოძიებო პროდუქტებს, რომელსაც თქვენ ქმნით. პრინციპში ეს არის მიმართული, რაღაც ერთგვარი ცდილობენ, რომ მათ წარმოსახვაში შექმნან საკონტროლო გასროლა დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რომლითაც შექმნიან დამატებით აი მთელს ბარიერების კასკადს იმისთვის, რომ მედიამ ვეღარ შეძლოს ოპერირება, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ისევე ფუჭად გასროლილი, აი რაღაცნაირი შეტევა იქნება მედიის წინააღმდეგ, როგორც მანამდე არაერთი მოვიგერიეთ. კი, ეს არის პირველ რიგში სერიოზული პრობლემა სამაუწყებლო მედიისთვის, პირველ რიგში ტელევიზიებისთვის, იმიტომ რომ ტელევიზიები პირველი რჩებიან უცხოელი მხარდამჭერების გარეშე. ხელისუფლებამ თავადაც ძალიან კარგად იცის, ის აკონტროლებს ყველა ჩარიცხვას ტელევიზიაში და აქვს ყველანაირი ინფორმაციაზე წვდომა, რომ უცხოელი დონორების, მაგალითად მე შემიძლია TV პირველის შემთხვევაში ვილაპარაკო, უცხოელი დონორების მონაწილეობა TV პირველის შემთხვევაში არის ძალიან მინიმალური, აი უკიდურესად უმნიშვნელო, შეგვიძლია პირდაპირ თქვათ და ძირითადად შემოიფარგლება მხოლოდ ტექნიკური მხარდაჭერის გრანტით. და მინდა ავხსნე კონკრეტულად რაზე არის საუბარი. მაგალითად, როდესაც ხელისუფლების ზონდერ ჯაჭვგუფებები დალეწავენ საპროტესტო აქციის დროს ტელევიზიის სამაუწყებლო აპარატურას, პირდაპირ ჩართვის აპარატებს, კამერებს, მიკროფონებს, ანუ გააცამტორებენ იმ ტექნიკურ აღჭურვილობას, რომ ტელევიზიამ ფიზიკურად ვეღარ შეძლოს ოპერირება, აი ამ შემთხვევაში შესაძლოა დაზიანებული და დალეწილი აპარატურის რაღაცა მცირე ნაწილის შეძენაში დაგეხმაროს მაგალითად რომელიმე ფონდი უცხოური, იმიტომ რომ ხედავს რომ ამ შემთხვევაში შენს მაუწყებლობას ექმნება საფრთხე. ან როდესაც გახდები კიბერთავდასხმის მსხვერპლი, პირველი გახდა მასირებული კიბერთავდასხმის იერიში 2019 წელს, როდესაც მთელი ტელევიზიის ელექტრონული ბაზა მთლიანად გაცამტორდა, დღემდე სხვა შორის ეს საქმე კიბერთავდასხმის გამოძიებაზე პასუხისმგებელ ორგანოებს აქვთ გამოუძიებელი, ვინდა როგორ შემოაღწია ტელევიზიის სისტემაში და გაანადგურა და წაშალა ყველა ვიდეო ფაილი, რომელიც ტელევიზიაში არსებობდა, აი ამ შემთხვევაში გიყიდოს უფრო დაცული სერვერი იმისთვის, რომ ფიზიკურად ოპერირება გააგრძელო. ანუ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ძალიან მინიმალური ტელევიზიის საჭიროებებიდან გამომდინარე, თუმცა შემოიტანა ეს შეზღუდვა იმისთვის, რომ მომავალში ტელევიზიას მოუჭრას ელექტრონულ მედიას მაუწყებლებს, ამ შემთხვევაში იგულისხმება არა მხოლოდ ტელევიზიები, არამედ რადიოსადგურებიც, ვინც კი მაუწყებელი არის, შესაბამისად მოუჭრას დაფინანსების მიღება უცხოური მედია ორგანიზაციებიდან, რომლებიც ოპერირებენ. ეს ერთი. მაგრამ აქ ყველაზე საშიში და ყველაზე კარგად ჩანს, რაც არის, მე სხვა შორის თქვენს კოლეგებთან მქონდა ჩართვა ფორმულას ეთერში, სადაც წინასწარ ყვებოდი იმ ცვლილებების შესახებ, რომლის დაინიცირებასაც ხელისუფლება აპირებდა, იმიტომ რომ უმრავლესობის ლიდერებმა მისცეს პირობა მათი გუნდის წევრებს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე, რომელიც პარტია ქართული ოცნების ოფისში გაიმართა, რომ ისეთ შემბჭავ მექანიზმებს ამუშავებდნენ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომ როგორც პარლამენტში ჟურნალისტის მიერ ზედმეტად დასმული კითხვა თუ რესპონდენტი უარსეუბნება ინტერვიუზე იყო სანქცირება,
შედეგი იქნებოდა სანქცირება, ამ შემთხვევაში იგივე გავრცელდებოდა მთელს ქვეყანაში და ზუსტად ასე ახდა. ეხლა ეს არის პირველ რიგში მიმართული ჟურნალისტური გამოძიებების წინააღმდეგ, რომელიც ხელისუფლებას უქმნის დისკომფორტს, იმიტომ რომ ჟურნალისტური გამოძიების მომზადების პროცესში სტანდარტული ახალი ამბების გამოშვებისგან განსხვავებით, მედია იყენებს სხვადასხვა ჟურნალისტურ ხერხებს მტკიცებულებების მოსაპოვებლად. პირველი ეს არის ფარული გადაღება და მეორე ეს არის ეგრეთ წოდებული კამუფლაჟი. აი მოდი ავხსნათ ძალიან მარტივად მაყურებლისთვის, რა შეიძლება, რა მტკიცებულებები შეიძლება ვეღარ მოიპოვოს მედია საშუალებებმა. არჩევნების გაყალბება, როდესაც ჩვენ გქონდა ჟურნალისტური გამოძიების მთელი სერია ამასთან დაკავშირებით და საიდან მოვიპოვეთ ჩვენ მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება საიდუმლო კოლ-ცენტრების დიდ ნაწილს ამუშავებდა. ჩვენს ხელში იყო ქართული ოცნების შიდა მემოწერა, შიდა საუბრის ფაილები, აუდიო ფაილები, დოკუმენტები, მაგრამ ამ სამი მნიშვნელოვანი მტკიცებულების გარდა ჩვენ ასევე მოვახერხეთ თავად მათი აღიარებითი ჩვენებების, ასე ვთქვათ, მოპოვება. როგორ? ჩვენი ჟურნალისტი მიდიოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც საარჩევნო პროცესში იყვნენ ჩართულები საქართველოს რეგიონებში, გულისხმობ მაგალითად ახალციხე, ახალქალაქი, კახეთის შემთხვევაში, სადაც მათ ეუბნებოდა ფარული გადაღების შედეგად, რომ ის წარმოადგენდა პარტია ქართულ ოცნებას და მისი სიებით ამოწმებდა ნამდვილად მიიღეს თუ არა მათ ფული ხმები სანაცვლოდ, იმიტომ რომ მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ეს ფული სოფელში ჩატანილი იყო და უნდა გადაემოწმებინა. ამის შედეგად ჩვენმა გუნდმა მოიპოვა არაერთი ვიდეო მტკიცებულება, სადაც ცოცხალი ადამიანები თავისი გვარებით და სახელებით ყვებოდნენ, ვინა იყო 100 ლარი, ვინა იყო 150 ლარი, ვისგან აიღეს და რის სანაცვლოდ აიღეს. ეს არის ჟურნალისტური ექსპერიმენტის ფორმა, როდესაც ჟურნალისტი ეგრეთ წოდებული კამუფლაჟის ფორმას მიმართავს, ანუ არ ეუბნება პირს, რომ არის ის ჟურნალისტი და მოიპოვებს ძალიან მნიშვნელოვან მტკიცებულებას იმ სავარაუდო დანაშაულის დასადასტურებლად, რომლის შესახებაც გააჩნია ინფორმაცია. ახლა სწორედ აი ამ შემბოჭავი ზომებით ოლიგარქის არალეგიტიმური პარლამენტი ცდილობს, რომ ეს ვეღარ გააკეთოს მედიამ. იქ ძალიან სადაო ნაწილები არის, ხოთ შორის იურისტებთან ერთად ჩვენ გვექნება მედიის წარმომადგენლებს ამ თემაზე შეხვედრა და კარგად შევაფასებთ რისკებს. შემდეგ კვირაში იქ არის მაგალითად პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკთან დაკავშირებით, რომ მისამართი შეიძლება არ ჩანდეს და მოკლედ ძალიან ბევრი თემა არის, სადაც ჩანს მათი განზრახვა, რომ მათ უნდათ. ჩვენ ვეღარ გადავიღოთ აეროგადაღების კამერებით მათი ძვირადღირებული ვილები, ვეღარ მოვუყოთ მაყურებელს იმ კორუფციული გარიგებების შესახებ, რომლებშიც ისინი შედიან და მდიდრდებიან, ვეღარ მოვახერხოთ ჟურნალისტური გამოძიებების ჩატარება ფარული გადაღების შედეგად, იმიტომ რომ ჟურნალისტური გამოძიების დროს მოპოვებულ მტკიცებულებათა დიდ ნაწილს სწორედ ფარული გადაღების შედეგად მოპოვებული მასალა წარმოადგენს, ხო? აი კიდევ უფრო მარტივად რომ აუხსნო მაყურებელს, იმიტომ რომ ცოტა რთული თემაა და არც ჩვენ და არც თქვენ გიორგი არ გვიყვარს ხოლმე, როდესაც მაყურებელს ბევრს ველაპარაკებით ჩვენს პრობლემებზე, რომ ვიღაც გვჩაქრავს, ვიღაც გვიტევს, მაგრამ ხანდახან დგება ის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც იძულებულები ვართ, რომ ეს ამის შესახებ განგაში სიგნალი ჩავრთოთ. 2006 წელს ეს კანონი რომ მოქმედი ყოფილიყო, დამეთანხმება ალბათ გიორგი თარგამაძეც, რომ გიორგი თარგამაძის დროებაში ვერ გავიდოდა რეპორტაჟი სანდრო გირგულიანის მკვლელობის შესახებ, იმიტომ რომ ამ რეპორტაჟის უდიდესი ნაწილი ფარული გადაღების შედეგად იყო მომზადებული. თავარი მტკიცებულება იყო ფარული ჩანაწერი და ინტერვიუ. რა თქმა უნდა, ამაზე საუბარი აუცილებელია, არა იმის გამო, რომ ჩვენ ვიწუწუნოთ რა პრობლემები შეიძლება შეგვექმნას, არამედ საზოგადოებამ გაიგოს, საითკენ მივდივართ იქითკენ, რომ ტელევიზიებმა ფინანსურად ვეღარ იარსებონ, უბრალოდ ტექნიკურად ვერ შეძლონ თავიანთი მოვალეობის შესრულება, მაუწყებლობა, მარტივად რო ვთქვათ და მეორეს მხრივ ჟურნალისტური გამოძიებები დაწყებული და პოლიტიკური კომენტარი დამთავრებული, მივიღოთ ისეთ სიტუაცია, როდესაც იმდენად ხელფეხშებურკილი იქნები და ყოველი სიტყვა შეიძლება ზომო, მაგრამ ამ გაზომასაც არანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს. ამის მაგალითია დაუშვოთ ეს 5000-იანი ჯარიმები. ხო, უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. სინამდვილეში სად იყავი, რა გადაკეთე, თავარია იმ ქუჩაზე, როდესმე დაგაფიქსირონ რაღაცა ფოტომტკიცებულება ზოგადი კონდეთ, რომ ეს უკვე სასამართლომ გაატაროს ჩვეულებრივად, არა? როცა ბრიტანულ მოდელზეც გველაპარაკებიან და ასე შემდეგ, ჯერ ერთი იგულისხმება იქ, რომ მარეგულირებელი არის ავტონომიურობის განსაკუთრებული ხარისხი და აღჭურვილი და არა დასანქცირებული სახელისუფლებო ინსტრუმენტი. და მეორე, ბრიტანული მართლმსაჯულება, სადაც სასამართლოში ჟურნალისტი რო იდავებს ან მედია საშუალება, ზუსტად იცის, რომ სიტყვის თავისუფლება
ხელისუფლება იქნება გარანტირებულად დაცული. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ნებისმიერი კანონი, სულ რომ იდეალური კანონი არსებობდეს ქვეყანაში, ნებისმიერი კანონი არალეგიტიმური ხელისუფლების ხელში, სადაც მიტაცებული არის მართლმსაჯულება, შესაძლოა გამოყენებული იყოს მედიის წინააღმდეგ რეპრესიების განსახორციელებლად. ეს რეგულაციებიც პირიქით ჩვენ ეს რომ იყოს ლეგიტიმური ხელისუფლება და რომ ეს იყოს გუნდი ქვეყანა სადაც გვეყოლებოდა მაგალითად დამოუკიდებელი ინსტიტუციები ამ შემთხვევაში მარეგულირებელი კომისიის სახით და გვექნებოდა კაი ყველაფერი ყოფილიყო ხელისუფლების ხელში გვექნებოდა დამოუკიდებელი სასამართლო არასდროს არაფრის არ შეგვეშინდება იმიტომ რომ რაც არ უნდა მოხდეს ჩვენ გვეცოდინება რომ არის სასამართლო მივალ და ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ მაგრამ ამიტომ არის საშიში ამ კანონების მიღება თორემ ეს რომ იყოს მაგალითად სხვა რეალობა და პირიქით ჩვენც ჩავართვებოდით ჟურნალისტები მედია გარემოს გაუმჯობესების ხელშესაწყობად ყოფილიყო შექმნილი რაღაცა გუნდი რომელიც კომპეტენტური ადამიანებისგან დაკომპლექტებული ავტორიტეტული ჟურნალისტები რომლებიც იქნებოდნენ მაგალითად კომისიაში ან საბჭოში მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხით და პრობლემა არის ნორმალური ობიექტური კონკურენციის პირობებშიც თავის საკეთებელს გააკეთებდა იმიტომ რომ მაყურებლის მოთხოვნაც გაიზრდებოდა უფრო ეთიკური და მაღალი სტანდარტების ჟურნალისტიკაზე და ყოველას თავისი მაყურებელი ეყოლებოდა რომელსაც მე ბაზრის მეშვეობითაც უკავშირს მიიღებდა ნუ და დიდი მადლობა მინდა გითხრა ვიცი რომ გეჩქარება და გავაგრძელებ კოლეგებთან საუბარს მადლობა ნოდარ მელაძეს რომელიც ტელეკომპანია პირველიდან გვერდთვებოდა და სტუდიაში დავიწყოთ საუბარი თია დეიშვილი მეტრეველი ეხლა რო ფიქრობდი თია უნდა წარუადგინო მეთქი უნდა მეთქვა რომ მთავარი არხის პრინციპში კი მთავარი არხის რომელიც გამოსახულებას არის წარწერა რომ ვერ მაუწყებულს ანუ არ მაუწყებადი ამ ეტაპზე არხიდან ლაპარაკობ ესეც უკვე პირდაპირ მიუთითებს იმ გარემოსა და მდგომარეობაზე, რომელშიც არის დღეს კრიტიკული მაუწყებლობა. ნუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ რამდენიმე დარჩენილი არხიდან ერთს უკვე იმდენად ძიმე პრობლემები აქვს, რომ ვერ მაუწყებლობს, დანარჩენებსაც ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს და ამაზე ჩვენ უკვე ღიად ვსაუბრობთ, ლაპარაკობთ, გვაქვს რაღაც იმედები, რომ მხოლოდ თანამშრომლების ენთუზიაზმის დონეზე, რომელიც უკვე შეუძლებელია ტექნიკურად რომ გადადიოდეს, რომ მოწესრიგდება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვით, რომ რაღაცა განსაკუთრებით ხელმოსაჭიდი და სასიკეთო, ასე თქვათ, არგუმენტები გვაქვს ამისთვის. გარდა იმ პრობლემებისა, რომელიც როგორც არხს ისედაც აქვს, როგორ უყურებ აი ამ ცვლილებებს, რომელიც შეიძლება იქცეს იმ რეალობად, რომელშიც ქართულ ჟურნალის მუშაობა შეიძლება მოუწიოს. ეს არის ალყა. რომელშიც მოაქცია ხელისუფლებამ მედია ეს არ დაწყებულა წელს დაიწყო რამდენიმე წლის წინ სავარაუდო თარიღს ავიღებდი 2016-17 წელს მიღებულ დრაკონულ კანონებს რომლის თანახმადაც ნელ-ნელა ვიწროვდებოდა სარეკლამო პაკეტების გაყიდვა და უზრუნველყოფა რომლითაც სარგებლობდა მედია მაგრამ განსაკუთრებით რუსული კანონის შემოღების შემდეგ ეს ალყა უფრო დავიწროვდა და ყულფი უფრო მოგვიჭირეს მედიას. ყველანაირი ძალებით ცდილობენ როგორმე გააჩერონ თავისუფალი ხმა საქართველოში და არ ვიქნებოდი ნოტარივით ოპტიმისტი. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში მიიღებენ იმაზე უფრო სწრაფად რუსული მეთოდებით მედიის მოგვდვას, ვიდრე ეს გააკეთეს თავად რუსეთში. თქვენ იცით, რომ რუსეთში ეგრეთ წოდებული ინოაგენტების კანონი თავის ეტაპებს გადიოდა, რომლითაც ჯერ შემოიღეს სხვადასხვა შემზღუდავი მეთოდები და სწორედ მერე მივიდნენ ამ გრანტების შეზღუდვაზე და საბოლოო ჯამში მივიდნენ იქამდე რომ თავისუფალი სიტყვა აღარ დარჩა რუსეთის ფედერაციაში ამას მიიღებენ საქართველოშიც მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს იმხელა აუდიტორია როგორც თქვათ რუსეთის ფედერაციას როცა მედიებმა მოახერხეს გასულიყვნენ საზღვარგარეთ და იქედან YouTube არხები შეექმნათ ან საერთოდ მთელი რედაქცია როგორც დოჟძმა გააკეთა ავიდა სხვა ქვეყანაში გადაცხოვრდნენ და იქედან მაინც ახერხებენ თავიანთი YouTube არხების კაპიტალიზაციას. ჩვენ ამის შესაძლებლობა არ აქვს ამ 9 მილიონიან ქვეყანაში. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ
სამნახევარ, მაგრამ ესე ძალიან ცოტა. ქართულენოვანი მაყურებელი ამ შემთხვევაში. საქართველოს მაყურებელმა რო იცოდეს, დღემდე რჩება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ტელედამოკიდებულ აუდიტორია და საზოგადოება დამდენად სატელევიზიო მაუწყებლოების გავლენას ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით გამსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით აი ამ რთულ პერიოდში, როდესაც ჩვენ ფაქტობრივად რუსულ ჰიბრიდული ომის პიკში ვართ და ეს თავის მძიმე შედეგებს იძლევა. ამ კანონ პროექტებში თუ ჩავიხედავთ, რამდენიმე ისეთი წინადადებებია, რომელშიც გარკვევა მაყურებელსაც ძალიან გაუადვილდება. მაგალითად, ცვლილებათა პირველი პაკეტის თანახმად იკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან და ეს უცხოური ძალა იცით რომ ძალიან უარყოფით კონოტაციაშია ყოველთვის მოცემული პირდაპირ ან არაპირდაპირი დაფინანსების ფულადი თანხის ან სხვა სახის მატერიალურ სიკეთეთა მიღება. შესაბამისად აიკრძალება არა მხოლოდ პირდაპირი ფულადი დახმარება, არამედ ტექნიკის გადაცემა, ტრენინგები, მედიის განვითარების პროგრამები, მასადამე უცხოური ძალა არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სახელმწიფო ორგანო, ორგანიზაცია და ასე შემდეგ. მე და თქვენ, როცა ჩავაბარეთ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, გიორგი, ერთი თაობის სტუდენტები ვიყავით. საბჭოთა წიგნებით ვსწავლობდით და რა ვიცი, სიბნელეში ხელების ცეცებით ვეძებდით დამოუკიდებელ მედიის განვითარების ისტორიას და ძლივს მივედით იქამდე, რომ თავისუფალი მედიის ფურცლებამდე მიგვეღწია. ეხლა წეგან გაიხსენა ნოდარმა სანდრო გირგულიანის საქმე არ გაიხსნებოდა რომ არა ესეთი კანონი რო ყოფილიყო საქართველოში. თქვენ წარმოგიდგენიათ ასეთი ტიპის კანონები რო ყოფილიყო თავისუფალ სამყაროში, ვუტერგეიტის საქმეც კი ვერ გაიხსნებოდა 50-იან წლებში, 60-იან, 70-იან წლებში. ასეთი შეზღუდვა რომ ყოფილიყო ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის რუსეთში, ძალიან ბევრი კრიმინალური საქმე იქნებოდა ახლა ისე როგორც ხელისუფლებას უნდა მიწოდებული მოსახლეობისადმი. ასე რომ დღევანდელი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მაგალითად წყალდიდობის თემა 13 ივნისის საკითხი. ჩვენ მაშინ პირდაპირ ბუკვალური მნიშვნელობით ვაღვიძებდით ჩინოვნიკებს, ვურეკავდით და ვეუბნებოდით, რომ სახლი წაიღო მდინარე ვერემ და ადექით გაიღვიძეთ მოსახლეობას დახმარება სჭირდება. რომ არ ყოფილიყო მედია შოვის საკითხი არ იქნებოდა იმ სიმაღლეზე ასული და იმ სიმართლით მიწოდებული, როგორც მიეწოდა გასულ ზამთრს საქართველოს მოსახლეობას. რომ არ ყოფილიყო მედია, ვერ გავიგებდით სინამდვილეში რა ხდება ახლა გურიის უფლებში, იმიტომ რომ მეხუთე დღის შემდეგ ჩაერთო ხელისუფლება ამ ტრაგედიის თავიდან აცილებისთვის, გაცილებით უფრო ქმედითი რომ ყოფილიყო. რომ არ ყოფილიყო მედია და ასე შემდეგ მრავალი წერტილის დასმა შეიძლება, რომ არ ყოფილიყო მზია ამაღლობელი. მაგალითად, ძალიან ბევრი რამე ბათუმელებს გახსნელი არ ექნებოდა და სწორედ ამიტომ იჩაგრება ახლა ჟურნალისტები, ვიწროვდება ის ყულფი, რომ მოგიდონ საბოლოო ჯამში თავისუფალი მედია და რა ბევრი მაგალითის გაჩერება შეიძლება. შესაძლებლობა რომ რაღაც დასკვნები გაუზიაროთ საზოგადოებას, მე ამ ცვლილებათა პაკეტში მათ შორის ბალანსირებულად იმ მოვლენებისა თუ ინფორმაციის გაშუქებაზე ძალიან დიდი ეთიკური მოთხოვნები არის და თქვენი ტელევიზია იყო ბოლო, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები მეტნაკლებად მაინც მოდიოდნენ ხოლმე. ამ კანონის მიხედვით, თუ წარმოდგენილი გეყოლება შენს გადაცემაში ток-შოუში, ერთი მხარე, იქ მეორე რომ არ იყოს, შენ დაგაჯარიმებენ და შემდეგ ეტაპზე ლიცენზიასაც შეგიწყვეტენ. ხო, ანუ ქართული რეალობის გათვალისწინებით მაინც ცოტა ცინიკურად და სასაცილოდ კი ჟღერს ეს სიტუაცია, თავად ოცნება რომ ამის ინიციატორი, მაგრამ შეუძლებელია რომ არასერიოზულად შევხედოთ ამას ყველაფერს, მაგრამ თავისი ცინიზმის მასშტაბის გათვალისწინებით რთულია რამე სახელი დაარქვა. სერიოზულადაც რთულია რომ შეხედო, იმიტომ რომ მართლა ცინიზმი ახსენეთ, ეხა ამ კანონს თუ მიიღებენ ასე როგორც არის, ხო, იმედი პოსტები და რუსთავები დასახური იქნება. ხო და რა ვიცი, რომელი რეგულაცია საკმაყოფილებს აქედან რომელიც იქ წერი არცეც. ხო, მაგრამ მარეგულირებელი სუბიექტურად ამაშია საქმე. ანუ წარმოიდგინეთ, ისინი იღებენ ისეთ კანონს, რომლის მიხედვითაც პირველ რიგში აუ თითქოს ყველაფერი არის იდეალურ სტანდარტები, ობიექტურობა, ასე შემდეგ ორივე მხარე ბალანსი, ასე რა სულოდაგულო რა გინდა, რა სერჩი მშვენიერი მოთხოვნებია ბრიტანეთთან გადმოწერილი. ანუ ისე თქვენ რომ ჩახედავ, წაიკითხავ, ხო ამ კანონს თუ მიიღებენ,
იმედი პოზიტივი რუსთავიორი შეიძლება საზოგადოებრივ მაუწყებელიც დასახური გახდეს. პირდაპირ ყველა სტანდარტს არღვევენ. მაგრამ მე გახსენდება რომ ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს სტანდარტები. ანუ წარმოიდგინეთ რა საპირებელო ტიპები მიიღებენ კანონს, რომელიც თითქოს ფურცელზე იქნება რაღაც ამაზად ჩაწიკწიკებული, მაგრამ ეს კანონი გავრცელდება მარტო ჩვენზე და არ გავრცელდება სახელმწიფო არხებზე. ახლა ვიღაცა იკითხავს ამას როგორ გააკეთებენ. ძალიან მარტივად. ჩვენ რო გვიჩივლებს ვიღაცა რაღაც რომელიღაცა მუხლის მიხედვით ეს კახაბექაური და მარეგული კომისია და აკმაყოფილებს და იტყვის რომ კი ბატონო დაარღვეს და ოპოზიცია რო უჩივლებს იმედს მაგალითად რომ მე არ მიმიწვიეს და ბალანსი დაარღვეს, სადმე იმედზე არ ყოფილა ოპოზიცია, მე მგონი ბოლო არ ვიცი 6-7 წელია. ხო? იმაზე იტყვის რომ რა ვიცი, ან არ განიხილავს თაროზე შემოდებს რაღაცას იზამს. მოკლედ, ამ ასე ეს არის გზა იმისთვის რომ კანონი გაავრცელო რაღაც ნაწილზე მედის და მეორე ნაწილზე არ გაავრცელოთ, მაგრამ მე ვიღაცა რო იტყვის ფურცელზე იტყვი რომ აი ფურცელზე მშვენივრად მიწერია. აგერ როგორც სხვა კანონები ხო, მშვენიერი რაღაცა კანონები შეიძლება გქონდეს, მაგრამ ანუ იგივე როგორც სასამართლოსთან დაკავშირებით, ანუ რაც სასამართლოზე ხდება, იგივე ეგ ხდება ამ არეგულირებთან დაკავშირებით. ერთადერთი უბრალოდ რაც შეუძლია ოპოზიციას გააკეთოს ამ შემთხვევაში, ამ კანონს რომ მიიღებენ, უბრალოდ იმდენი სარჩელი შეიტანოს მარეგულებელში, იმეთან ყოველ დღე შეუძლია სარჩელი შეიტანოს, რომ გაჭედოს, არ ვიცი, კახაბექაური შეიძლება გაიქცეს მე იქიდან იმდენი, იმიტომ რომ ყოველ დღე სარჩელია შესადანი იმედზე პოზიტივიზი არ ვიცი ამ კანონს თუ მიიღებენ. ნუ ეხლა ეს არასე ნახევრად ხუმრობით თქვი და ეხლა სერიოზულად ბუნებრივია ჩვენ დავდგებით ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე, იმიტომ რომ ხო გახსოვს რამდენიმე წლის წინ რა თქვა ივანიშვილმა, მე მგონი იმედთან ინტერვიუში, მაშინ ჯერ კიდევ რუსთავიორზე იყო თეა და ოპოზიციური არხი იყო რუსთავიორი, რომ გახსოვს ხო ეს თუ გამორთავთ რუსთავიორსო, აღმოჩნდეთ რომ ძალიან კარგ ქვეყანაში ცხოვრობთ. და გამორთო ეს რუსთავიორი და რუსთავიორი გამორთო, მაგრამ ვერ გამორთო საბოლოო ჯამში, ხო, იმიტომ რომ თქვენ აგერ გადახვედით თავარ არხზე, ეხლა თავარი არხიც გამორთო. და მაგრამ დანარჩენების ანუ ივანიშვილი აი ამ თავის სურვილს თუ რაღაც ოცნებას, რომ ამ ქვეყანაში რუსთავიორი ხო ახლა ამ შემთხვევაში იყო სიმბოლო, იმ შემთხვევაში ოპოზიციური ტელევიზია. ხო ამ თავის სურვილს რომ ოპოზიციური ტელევიზია გამორთოს, უბრალოდ ასრულებს. აი ახლა ამის მეშვეობით, ხო ახლა ეს იქნება ჯარიმები, როგორც თქვი, ანუ კანონი გავრცელდება ჩვენზე და არ გავრცელდება საბოლოო ჯამში ალბათ სახელმწიფო არხზე, იმიტომ რომ იმას რო თავი დავანებოთ ეთიკურ ნორმებს, რომელსაც ყოველდღე არღვევს იმედი, პოზიტივი და ასე შემდეგ და ბალანს. ეს ფინანსური ნაწილიც ახლა მე არა ვარ შეიძლება ამის სპეციალისტი, მეორე ნაწილსაც შეხება, მაგრამ იქ იგრძალება უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ იმის რა ქვია, არხის დაფინანსება და ეგ ისეს დარეგულირებული იმედის დირექტორი საერთოდ ამერიკის ის არის მოქალაქეა. ამ შემთხვევაში შეიძლება ისეთ სურათსაც კი ვიღებთ, როდესაც პატარა საგამოძიებო ჟურნალისტური ჯგუფები, სტუდიები, პერსონალურად გამომძიებელი ჟურნალისტებიც კი ვეღარ შეძლებენ აქტიურ საქმიანობას, იმიტომ რომ მათ მიერ მომზადებული, ოღონდ უცხოური გრანტით მოპოვებული დავუშვათ დამზადებული პროდუქტი ის ვერ განთავსდება მაუწყებლის ეთერში. ანუ არა მარტო პირდაპირ ირიბი დაფინანსებაც კი, არა პირდაპირ დაფინანსებაც იგრძელება. მოდი ნინო ჯანგირაშვილი ჩართო და თქვენ გეკნებათ კიდევ საშუალება რომ გამოთქვათ აზრი, თუ არ ვხდები ნინო არის უკვე კონტაქტზე, კავკასია არის ტელეკომპანია, რომელიც ძალიან მძიმე მათ შორის ფინანსურ პირობებში მაინც რაღაც წარმოუდგენელი მონდომებით ახერხებს მუშაობის გაგრძელებას, მაგრამ ნინო ამ ცვლილებების მიღების შემდეგაც შეძლებთ რომ თუნდაც რა ამ სრულიად წარმოუდგენელი რესურსების მობილიზებით შეძლოთ მაუწყებლობის გაგრძელება. რას ემსახურება საერთოდ აი ეს ახალი ნაბიჯები, რომელიც დაგვიანონსეს და დააინიცირეს არალეგიტიმურ პარლამენტში? უკაცრავად მოგესალმებით გიორგი, მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. ეს არის უბრალოდ ოცნების პანიკა და გეტყვით რატომ. ნახეთ, მე ხა დღეს მაგალითად მოვძებნე სხვადასხვა საშუალებებით დავგუგლე, ChatGPT-ს ვკითხე, რომ აი რუსეთში თუ არის აკრძალული მაგალითად მედიის დაფინანსება უცხოეთიდან. იქ ხო ეს კანონი შემოიღეს, ხო, უცხო ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს 2012 წელს NGO-ები 2017 წელს მედია, მაგრამ აი ესეთი პირდაპირ აკრძალვა რუსეთშიც კი არ არის დაფინანსების. უბრალოდ უცხო გარედან რაღაცა ფონდების მიღების, ანუ კერძო პირთან ურთიერთობაც გვეკრძალება, კომპანიასთან ურთიერთობაც აქ ფონდებზე არ არის მარტო ლაპარაკი და ერთაშორის
და გრანტებზე არ არის ლაპარაკი. უცხოელმა ყავაზე რომ დამპატიჟოს შეიძლება ისიც კი ჩამეთვალოს დაფინანსება. საერთოდ ყველაფერი გვეკრძალება. ახლა არ ვიცი ოცნების ტვინი შეიძლება ამდენს ვერ წუდება, მაგრამ აი მაგალითად ყოფილა ხო შემთხვევა დარწმუნებული ვარ თქვენც გქონიათ რომ რომელიღაც უცხოურ ტელეკომპანიას უნდა დახმარება ან ტექნიკის დაქირავება, ან კამერის დაქირავება, აქ მუშაობს ხო? რაღაც სერვისი უნდა, კოპროდუქცია, იქიდან მიგვიღია ჩვენ ვთქვათ სხვადასხვა კონტენტი, ერთობლივი წარმოება, ანუ ვითით საერთოდ დედამიწა არსებობს, ანუ რკინის ფარდა ხო არ არის, არა ჩამოფარებული. ჩვენ ოცნება გვაფარებს რკინის ფარდას და თან ტელევიზიებს გვაფარებს რკინის ფარდას და რა უწერია იცით განმარტებით ბარათში, რომ ტელევიზიებსო ყველას დიდი გავლენა აქვთო საზოგადოებრივ აზრზეო და ამიტომ ისინიო აი გარე ძალისგან, უცხო ძალისგან რო იქნებიანო დაფინანსებულებიო, ის იქნებაო რა ქვია ხო მერე ცუდ გავლენას მოახდენენო, ანუ დაუშვათ ევროპული ფონდიდან თუ ავიღე, ან ამერიკული ფონდიდან თუ ავიღე დაფინანსება და გავაკეთე რაღაცა კარგი პროგრამა, გამოდის რომ მე ცუდ გავლენას ვახდენ საქართველოს მოქალაქეებს. კი, მაგალითად, დინო, ჩვენ უშვებ დოკუმენტურ ფილმებს, რომლებიც Deutsche Welle-ის, ანუ გერმანული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ჩვენ ამის უფლებაც არ გვექნება. უსასყიდლოდ გვაძლევენ ამ ფილმებს, იმიტომ რომ Deutsche Welle არის გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი და მას უნდა რომ ეს ევროპული კონტენტი, გერმანული კონტენტი გაავრცელოს, ძალიან ხარისხიანი კონტენტია და ჩვენ ძალიან გვეხმარება ეს კონტენტი, ხო? ანუ ყველაფერი გვეკრძალება აბსოლუტურად, რომ იცოდეთ, აქ არ არის მარტო გრანტზე და აქვე უნდა ვთქვათ, რომ სატელევიზიო მედია ისედაც გრანტებზე არ არსებობდა და ძალიან მცირე არის, თქვენთანაც ესეა დარწმუნებული ვარ, ჩვენთანაც ესეა მე საერთოდ გრანტი ძალიან ცოტა მქონდა ხოლმე, ყოფილა დრო როცა მქონია, მაგრამ აი ნახეთ ყოფილა შემთხვევა, თქვათ სააკაშვილის პერიოდში მახსოვს ერთხელ კამერა დაგვიმტრიეს თუ რაღაცა და საერთოდ არ ვიცოდი ერთ-ერთმა ჰოლანდიურმა ფონდმა დაგვირეკა და აი ჩვენო პატარა ბიუჯეტი გვაქო და გვინდა რომ დაგეხმაროთო, გავიგეთო რომ კამერა დაგემტრათო და გიყიდით კამერასო. აი ესეთი სოლიდარობაა ხო, ჟურნალისტური ფონდი იყო და მთელი სამყარო და დედამიწა ამით არსებობს, რომ ადამიანები საზღვრებს გარეშე ურთიერთობენ ერთმანეთს ეხმარებიან და ასე შემდეგ და მაშინ ისე გამიკვირდა რომ გვაჩუქეს კამერა. ხო და ყოფილა ესეთი შემთხვევები ქონია, დიდი გრანტებიც ქონია. უბრალოდ ბოლო წლებში არ იყო ეგეთი პოლიტიკა დონორების მხრიდან, რომ მაინდა-მაინც ტელევიზიებს დახმარებოდნენ. უბრალოდ ეხლა რასაკეთებს ოცნება გეტყვით რა. ნახეთ, იმდენად მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, იმდენად საყოველთაოდ ცნობილია, რომ აქ დიქტატურა მყარდება, რომ უკვე დაიწყეს ფიქრი დასავლურმა პარტნიორებმა, ღიათაც ამბობენ, ხო? მე არ ვიცი რატო ამბობენ, ჯერ არავის არაფერი დაუფინანსებია, მაგრამ რომ აი მედიას დავეხმარებით და არასამთავრობო სექტორს ნაცვლად მთავრობისა, ანუ სამთავრობო პროგრამებს აღარ აფინანსებენ. მაგრამ ჯერჯერობით არავის არაფერი არც გამოუცხადებია, არც დახმარებია და ასე შემდეგ. მაგრამ ოცნება შეეშინდა რომ აი თუ ახლა ანუ როგორ რაღაც საკეთებ, იცი აი ვიღაცას მოყოლა რომ გინდა და ოთახში ყავს ეს ვიღაცა და კარებს რომ კარგად ჩაკეტავ რომ ემან ვინმე არ მოეხმაროს. ანუ აქ ხო გვიპირებენ განადგურებას და ეს ფონდებიც ალბათ მერე უკანასკნელ დღეში რომ მივალთ და უკვე დახურულები რომ ვიქნებით, გიფიქრებენ რომ მოდი ხო არ დავეხმაროთ ამ საცოდავ ტელევიზიებს და ყველაზე დიდი დარწმუნება მაინც ტელევიზიებზე მოდის ხო ყველანაირად. და ოცნება აი ამას აზღვევს, რომ აი სიკვდილის პირას რომ მიგვიყვანს, ემან ვინმე არ დაგვეხმაროს შემთხვევით. აი ამას აზღვევენ ამ სიგიჟით ჯერ მე არ ვიცი ხა უკვე იმ ზღვარზე არიან გასულები რომ აღარ დავდივარ პარლამენტში, აღარც ვეკონტაქტები კანონ პროექტების განხილვაში და აღარ მონაწილეობ, რასაც ადრე ვაკეთებდი ხოლმე წლების მანძილზე სააკაშვილის დროსაც და შეგვიცვლევინებია ბევრი მუხლი მათთვის, ხო? მაგრამ აზრი არა აქვს, თორე აი ვკითხავდი ელემენტარულად, აი ხვალ რომელიმე უცხოური კომპანია მოვიდეს და მე მაგალითად ოფისის ნაწილის გაქირავება მინდა. ხო, რომ რაც შემოსავალი მქონდეს, რაღაცა უცხოური კომპანია რომ ვერ მივაქირავებ. ანუ ჩვენ ჩვენი საზარმო საშუალებების ასანაზღაურებლათაც არ შეგიძლია უცხოური კომპანიის მიღება. ისი როგორ დისკრიმინაციულ პირობებში გვაყენება, მე რა ბიზნესმა უბრალოდ რომ წარმოიდგინოს რა, აი მოდი სახინკლე ავიღოთ ყველაზე გაბაზრებული ბიზნესი მარტივი, ხო? სახინკლეს რო უთხრან, რომ შენ უცხოელებს ხინკალი არ აჭამო. შენ პოლიტიკოსებს უფასოდ უნდა აჭამო და პოლიტიკური რეკლამა ხო უფასოდ გვეკისრება, ეს წარმოუდგენელი არც ერთ ქვეყანაში არ არის. რეკლამის განთავსების კუთხით სოციალური რეკლამის განთავსება გვევალება,
ოღონდ სოციალური რეკლამაში მე კიდე რომ გავყიდოთ არა გვაქვს უფლება და ამ სახიფლეს რომ უცხოური რესურსის მატარებლის გვეგრძალება უკვე მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო რომელიმე მოზარდებისათვის გამოცხადებული გრანტის ან სასწავლო პროგრამის თაობაზე რომ მოიტანოს გასათავსებლად ამას შეფული გადაგიღება ვერ მოიტანს და აი ამ სახიფლეს რომ უთხრა რომ შენ ახლა პური უფასად უნდა დაურიგო ვიღაცებს მაგრამ პურის გაყიდვის უფლება საერთოდ არ აქვს აი რაღაცა ეგეთ სიგიჟემდე ბოლოს მინდა კითხო ნოდარი იყო ჩართვაზე და სტუდიაში თეა არიზიარებდა ამ ოპტიმალ ნოდარმა თქვა რომ მაინც ვერ მიაღწევენ მიზანსო აი შენ როგორი განცდა გაქვს არსებული პოლიტიკური კონტექსტი და სიტუაციის გათვალისწინებითაც რას მიაღწევთ როგორი განცდა მაქვს იცი აი დაახლოებით იგივეა რაც ჯარიმებზე ხო ადამიანებს რომელსაც შეიძლება წელიწადში ქონდეთ თქვა 6000 და 10000 ლარი შემოსავალი 5000 ლარი დაჯარიმებენ ხო ამ ადამიანებს ხო ეს ხო აბსოლუტურად ალოგიკურია არაფერ შეარჩდება ხო მაგრამ გასულია ეს ხელისუფლება ყოველგვარი საზღვრიდან ყოველგვარი ანუ სიგიჟეშია უკვე ხო გადასული შესაბამისად ამ მედიაზეც ეს ცალ-ცალკე ლაპარაკს აზრი არ აქვს მე ამიტომ საერთოდ არ ვლაპარაკობ იმ შინაარსობრივ ცვლილებებზე რაც შეიტანეს რომ აი ბექაურმა უნდა გაარკვიოს ვინ არის ობიექტური და ვინ არა და მე დაგვაჯარიმოს და BBC სტანდარტებში უნდა ჩაქვსვან თურმე ძალიან დიდი ინტერესით ველოდები როგორ ჩასვავს შალვა რამიშვილს და მაგდა ანიკაშვილს BBC სტანდარტებში შესაბამისად მე ამას სერიოზულად არ უყურებ უკვე ჩვენ მათ გვაქციეს მებრძოლებად ხო ჯარისკაცებად გვაქციეს და რაღაც პარაჯები ჩაგვაწვეს და არაფერი უნდა გადავრჩეთ და გავძლიერდეთ არა გვაქვს უფლება ეხლა რომ არ გავძლიერდეთ და სადაც ყველა იქაც ჩვენ მთელ ქვეყანა ამ ტერორში ვართ ხო გზა ყოველთვის მოიძე ოცნებას ერთი რამე მინდა უთხრა გიორგი ხა საერთოდ არ ვამბობ არაფერს მუხლობრივად რამდენი სისულელე უწერიათ აი ეს სისულელები უკან შეუბრუნდებათ აი ამ კონკრეტულ მუხლში როგორიათ რომ ვინმეს რამე საუკრძალავენ ვერასოდეს ვერ აუკრძალავენ რა და მასხრათ აიგდებენ თავს ჩვეულებრივად ახლა ნაჯახები თუ დაგვერევიან და ყოველას ციხეში ჩაყვრან არა უშავს იმ ციხიდანაც ოდესმე გამოვალთ ასე რომ ვერ გეტყვით რომ ჩემთვის ახლა ეს რამეს ცვლის გრანტი არც აქამდე არ მქონდა თუ მომინდება აღება მაინც ავიღებ მდინარაძეს არ შევეკითხები და ახლა უცხოელი თუ ყავაზე დამპატიჟებს მდინარაძეს არ ვკითხავ რჩევას ნამდვილად. მადლობა ნინო ჯანგირაშვილი გვერდებოდა. მოგეშინიათ ნურაფრის. კავკასიის ასე ვთქვათ გამძლეობის გამოცდილებით. ალბათ როებით ნინო და თია და მერაბ რო შევაჯამოთ ეს საუბარი. ხო, კატასტროფა რო მოხდეს. ხო, რამდენიმე ცხოველი გადარჩება და კავკასია გადარჩება კიდევ, ხო, ისეთი გამოცდილება აქვს და ბოლოს ჩვენ ახლა აქ სამივე ვართ ის ადამიანი, ვინც იმედში მუშაობდით 2007 წელს, როცა სააკაშვილი სპეცრაზმით შემოგვივარდა ტელევიზიაში და ახლა ამაზე უარესები გადაგვიტანია, ხო, ახლა იატაკზე დავყარეს ამაზე უარესი არ გადაგვიტანია. ხო, ტერორისტები, ნუ ახლა სპეცრაზმით შემოვარნა. არანაირი ამაზე უარესი. შესაძლოა უბრალოდ სპეცრაზმი შემოვარდნილია უკვე ამ ქვეყანაში. ხო, ნუ ეს დარჩა მაგრამ მე ამ შემთხვევაში ასე რომ ამაზე უარესი ამ ქვეყანაში მედიაში არასოდეს არ ყოფილა არა მხოლოდ მედიაში მთელ საზოგადოებაში ხო კი ბატონო ამაზე ნუ ვიკამათებთ არ ვაპირებ 7 ნოემბრის რაიმენაირად შედარება შეიძლება ანოც ივნისთან ან შემდეგ იმ დაუსრულებელ დეკემბერთან ნოემბერთან რომელიც გადაგვიტანია სახეს და ცხოველის დალექს რაც გადაგვიტანია მათ შორის იმ ადამიანებს რომლებიც აქ როცა აქ ანუ გამძლეობაზე როცა ვსაუბრობ განცდა ქონდა იმის რომ იმ დაშვებულ შეცდომებზე დანაშაულ იქნებოდა საჟელი და რეაქცია და გვახსოვს მაშინ ჩვენ და გადადგა მიხეილ სააკაშვილი ესეც ვნახეთ მაშინ რაც მოხდა იყო სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური ჩარევის და რეაქციის შედეგი იმაზე რაც მოხდა ტელეიმაჩში და არა იმდენად იმაზე რაც მოხდა ქუჩაში ხო რა თქმა უნდა განსხვავებული დღევანდელი სიტუაციის რომელიც სადაც ეს ხელისუფლება პირიქით მტრად მიიჩნევს ასე ვთქვათ დასავლეთს რომ იმ სტანდარტებს რომელიც დასავლეთში და ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს მე რა პერსპექტივა ექნება ამ პროცესს აუ აქ რამდენიმე თემაზე მინდა აუცილებლად გავამახვილო ყურადღება რაზეც თქვა ერთი არის რომ ეს კანონი დარჩეს ისევე ბლეფად როგორც დარჩა რუსული კანონი ერთ-ეს კარგი ვარიანტი, რომელიც ვერ აღასრულეს, რომელიც ამუშავებაც არ დაიწყო, მაგრამ დამოკლეს ვერ ამუშავეს თუ ასე შემდეგ, ვერაფერი ვერ გააკეთეს. თუმცა როგორც მინიმუმ თვითცენზურის კომპონენტები დაიწყეს მუშაობა ჟურნალისტების. მე ვთქვი, ანუ კარგი ვარიანტი რო განვიხილოთ. მაგრამ ნუ ხა ამ შემთხვევაში რუსულ კანონთან დაკავშირებით არ ჩერდებიან, ხო? ხა ხედავთ, რომ აგერ ხა ფარაონდა გადმოთარგმნეს სიტყვით და აპირებენ რომ კიდევ უფრო კაცან ვერ ავამუშავეთო და ხა ესე ამუშავებ. ამიტომ ხა ამის იმედზე რომ ამას ვერ ამუშავებ არ ვიქნები. თუ ეს
ეს კანონი ამუშავეს და როგორც ვთქვი, ცალმხრივად გაავრცელეს მარტო ჩვენზე და არ გაავრცელეს სახელმწიფო არხებზე, იმიტომ კიდევ ერთხელ თუ ამაზეც გაავრცელებენ, ფაქტობრივად დახურა მოუწევთ, მათი პროპაგანდისტული მანქანის და ამის გამკეთებლები არ არიან. მაშინ ნუ არ ვიცი, ბუნებრივია ჩვენ ყოველას რთული დღე გველის, იმიტომ რომ მოგვიწევს კახა ბექაურის და მურუსიძის სამართლის იმედად ყოფნა. აი აქ როგორ უნდა გადავრჩეთ და რა იქნება საბოლოო ჯამში, არ ვიცი, ეხლა დღეს აგერ წავიკითხავ ციტატას ირაკლი კობახიძემ, რა თქვა, პირდაპირ, როდესაც ის სტიქიასთან დაკავშირებით გამოდიოდა. არის მოვლენები, რასთან დაკავშირებით სპეკულაციები მიუღებელ და სტიქი არის ასეთი, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც საჭიროა გარკვეული საკითხების, მათ შორის მედიასთან დაკავშირებული საკითხების უფრო ზუსტად რეგულირება. ანუ ადამიანმა აქ პირდაპირ გითხრა, რატო იღებენ ამ კანონს. ეხლა ეს მაგალითს რო განვიხილოთ, რომ მაყურებელს რო კარგად დავანახოთ, რაზე არის საუბარი. ანუ წარმოიდგინეთ, მოხდა სტიქია, მოსახლეობის რაღაც ნაწილმა, ვინც იქ ცხოვრობს, ჟურნალისტების, მედიის რაღაც ნაწილმა ჩათვალა, რომ ხელისუფლების რეაგირება ამ სტიქიაზე იყო დაგვიანებული, არასრულყოფილი, ცუდი, ასე შემდეგ, მოსახლეობა გამოვიდა, ხელისუფლება გალანძღა, ჟურნალისტებმა ატეხეს პანიკა, გააკეთეს. ხელისუფლება ფიქრობს თავისი მხრიდან, რომ მათ საერთოდ არ დაუგვიანებიათ, არაფერი ცუდი არ გაუკეთებიათ, შვენივრად იმუშავეს, როცა საჭირო იყვნენ, ჩავიდნენ და ყველაფერი კარგად არის და ეს სტიქია და ნუ მეტი რა შეიძლება გავუკეთო. ანუ ორი ხო განსხვავებული ანუ ხელისუფლება თავისი გადმოსახედიდან ფიქრობს, რომ ეს მოვლენები ჩვენ მედია გავაშუქეთ ცუდად და არასწორად, როცა ავტეხეთ პანიკა და მე მაგალითად ვფიქრობ, რომ მედიას რო არ ატეხა პანიკა, დღესაც არ ჩავიდოდა თუ გუშინ უბრალოდ კობახიძე. პანიკაც არ არის ისტორია, ხმაური, ხო, კი ბატონო, და მოსახლეობა ეხა მოსახლეობა იქ პანიკაში იყო, ხო ვიღაცა ჩარჩენილი რო არის და პანიკა ზუსტად იკითხდება, სადაც ინფორმაცია არის, საერთოდ არანაირი. შესაბამისად, ახლა წარმოიდგინეთ ეს სიტუაცია რო განვიხილოთ, ამ სიტუაციას დაუკავშირა, ხო, ეს ირაკლი კობახიძე, ის გვეუბნება, რომ მე ვფიქრობ, რომ მე კარგად მოვიქეცი და ეს არის ობიექტური რეალობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი ცუდად მოიქცენ და ვერ მოიქცენ კარგად. ჩვენ ხან ეს არის ობიექტური რეალობა. ამას რო გააშუქებ, ხო, ამა რო გააშუქებ და მის გიჩივლებს, რომ შე რატო გააკეთე რაღაც კრიტიკული სიუჟეტი იმაზე, რომ მე დაგვიანებით ჩავიდე, იმევდე გიჩივლებს ბექაურთან და კახა ბექაურმა ან მურუსიძემ მე შენ საბოლოოდ სასამართლოს უწევმა უნდა გადაწყვიტოს, მე ვარ მართალი თუ ირაკლი კობახიძე მართალი და მე გეტყვია, რომ შენ ასეთი თემები არ უნდა გააშუქო. დაელოდო უნდა ირაკლი კობახიძე, როდის გეტყვის, თვითონ როდის იტყვის, რომ უიმე შევცდი, ცუდად მოვიქეცი და რო იტყვის ირაკლი კობახიძე შევცდიო, მე შენ გაკუფლება მარტო დაეთანხმო, რომ კი შენ მიცემაც კი შეგიძლია. პირდაპირ გითხრა ადამიანმა, რისთვის იღებენ ამ კანონს. ეს სიტუაციებში გაგაჩუმოთ. კარგი მაგალითი იყო ძალიან. ცვლილების თანახმად დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. ანუ წარმოგიდგენია თქვენ, დაპირისპირება რო არის ორ პოლიტიკურ ჯგუფში, ეს თუ ამ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება გამოჩნდა მტყუანი, შენ შეიძლება მარეგულირებელმა გცნოს კანონ დამრღვევად და დაგაჯარიმოს ან გაგიჩეროს ლიცენზია. ამ აბსურდამდე მიდის ეს კანონი და მართალია ალბათ ნოდარიც და ნინოც როცა ამბობენ, რომ შინაარსებში მუხლში არ უნდა შევიდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვაქვს კანონთან და ხელისუფლებასთან საქმე, რომელიც აუქმებს ცალკეულ პროფესიებს ამ ქვეყანაში და მათ შორის აუქმებს ჟურნალისტის პროფესიას საქართველოში და ტოვებს მარტო მაგდა ანიკაშვილს და შალვა რამიშვილს, აი ამ მორალის მედიას აძლევს ლიცენზიას, როგორც ჩანს და სანამ ჩვენ ტოლობის ნიშანს დავსვავთ რუსულ რეჟიმსა და წინა ხელისუფლებებს შორის, მანამდე ქართული ოცნება იქნება გამარჯვებული. ხო, პატარა რაღაცა მინდა ასე მნიშვნელოვანი თქვა, დაფინანსება, ანუ რაც ნინომ ძალიან კარგად აღნიშნა, ჯანგირაშვილმა ხელისუფლება რაც ცდილობს, ხო, ივანიშვილი, რომ რამე ფული თუ არის მის გარეშე სადმე თუ მოძრაობს, ამიტომ მიიღო რუსული კანონიც, ხო, არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რომ ერთადერთი უცხოური გრანტები იყო, რომელიც მისგან არ კონტროლდებოდა. ეხლა არის, რომ აგერ მედიაშიც, ანუ ასე შეზღუდოს და მარტო რაღაცა ფული მისი გავლით მოდიოდეს. და ამ კანონს რომ მიიღებენ, მართლა ძალიან ფინანსური მდგომარეობაში აღმოჩნდება ბევრი ტელევიზია, განსაკუთრებით რეგიონული მედიები, რომლებიც იყვნენ გრანტზე და კიდე რეგიონული ტელევიზიები და ისინი დიდ საქმეს აკეთებენ იქ, ხო, ეხლა ეს რეგიონული მაუწყებლები და მე მინდა ქართულ ბიზნესს მოუწოდო, რომელმაც ბოლო დროს გამოიღვიძა ჩემ და სასიხარულოდ, რის იმედიც არ მქონდა და ჩვენ ნახეთ ახლა free business-ზე 4000 კომპანია არის დარეგისტრირებული, ხმა მოიღეს და თუ ამ ბიზნესს მინდა მოუწოდო, რომ თუ მათ უნდათ რომ ამ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებაში წვლილი შეიტანონ,
ჩემი აზრით დროა რომ ბიზნესმა იფიქროს რაღაც ერთობლივი ფონდის შექმნაზე, რომლითაც ისინი მერე თვითონ ფონდი შექმნან თავად, შექმნან ბორდი თავადვე ბიზნესმენებისგან და როგორც აი უცხოური ფონდები გასცემდნენ გრანტებს სხვადასხვა დემოკრატიულ აქტივობებზე. აი ეს გააკეთონ, იმიტომ რომ უცხოური ფული აქ ვეღარ შემოვა, უცხოური დონორები ვერ გასცემენ და ყველა არასამთავრობო იქნება, ვინც watchdog-ის ფუნქციას ასრულებდა თუ მედია, ყველას ფაქტობრივად მოკლავს ეს ხელისუფლება და ამას თუ გააკეთებს ქართული ბიზნესი ფონდს თუ შექმნის და ბორდს თუ შექმნის და თვითონ გახდება დონორი დემოკრატიული ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორების, მედიების, განსაკუთრებით რეგიონებში. ხო, ამით ისინი გააუკეთებენ ქართულ დემოკრატიას ძალიან კარგ საქმეს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა დიქტატურა და ყველა რეჟიმი მუშაობს და მოქმედებს და მაუწყებლობს და რა ვიცი, ოპერირებს კანონის სახელით, ასე იყო. ფაშისტური რეჟიმი, მერე კომუნისტური რეჟიმი, შესაბამისად იქცევა ქართული ოცნებაც. ისინი იღებენ აბსურდულ იდეებს, კანონებად და მერე ამას ავრცელებენ უკვე მოსახლეობაზე და აუცილებლად მე ახალ კანონს აწერენ ცენზურის დაკანონების ცდილობა და მეტი აფერი. მადლობა უთხრათ ჩემს კოლეგებს და მეგობრებს, უსურვო მათაც და ჩვენს თავსაც, რომ აი ამ გამოწვევებსაც გავამკლავდეთ ჩვენ საზოგადოებასთან და ერთად და მათი მხარდაჭერით. მე აგემშვიდობებით, ჩვენ შეხვდებით ერთმანეთს პარასკევს, მადლობა რომ გვიყურებთ.